ავღანური ქალაქის შუა გერმანიაში ჰოჰენფელსის ბაზაზე, სადაც მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილის მსგავსი გარემოა შექმნილი, სპეციალურ წვრთნებს ქართველი სამხედროები გადიან. იმიტირებულ ქალაქში ჯარისკაცები იმ ჩვევებს გამოიმუშავებენ, რომლებიც ცოტა ხანში უკვე ჰელმანის პროვინციაში ყოფნისას გამოადგებათ. ამ ბაზაზე ბოლო 3 წლის განმავლობაში წვრთნები უკვე 2000-ზე მეტმა ქართველმა სამხედრომ გაიარა. პირად შემადგენლობა განლაგებულია ოპერაციის რაიონში. იოდი ჯგუფმა აიდი განაგმა. საბრძოლო ველის მომზადებას, გაწმენდას, შენარჩუნებასა და უსაფრთხოების დაცვას ქართულ სამხედროებს გერმანიაში ჰოჰენფელსის საწვრთნელ ბაზაზე ამერიკელი ინსტრუქტორები ასწავლიან. ამერიკის შეერთებული შტატების გაერთიანებული მრავალეროვანი მზადყოფნის ცენტრში ავღანეთში მისიისთვის ქართველი სამხედროები ემზადებიან. მოსამზადებელი წვრთნები გერმანიაში ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. საინტერესო სწავლება მიმდინარეობს ამჟამად ჯეიმარსის სასწავლო ცენტრში, რაც სამომავლოდ დაეხმარება ქვედანაყოფს ავღანეთში დასახული ამოცანის შესასრულებლად. ბაზაზე სასწავლო ვითარება ავღანეთის გარემოსთან მაქსიმალურადაა მიახლოებული, შექმნილია იმიტირებული ავღანური ქალაქი, სადაც ქართველი სამხედროები ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციის დამყარებასაც სწავლობენ. მომზადების დასრულების შემდეგ სამხედროები ჰელმანდის პროვინციაში გაემგზავრებიან და ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ იბრძოლებენ. სწავლები ტარდება 10 იulis, 20 იulis, 100 იulis და ბატალიონის დონეზე და მაქსიმალურად არის მიახლოებული იმ ვითარებასთან, რაც არის ეხლა ამჟამად ავღანეთის რესპუბლიკაში. ძალიან მნიშვნელოვანია ჯარისკაცებისთვის ის პრაქტიკული გამოცდილება, რასაც აქ გადიან. ჩვენ გავდივართ ანტიტერორისტულ ოპერაციებში წვრთნებს, რათა შემდგომში ეს ყველაფერი განვახორციელოთ ავღანეთში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თქმა უნდა, მოხარული ვარ და ყველა მოხარული იმაში, რომ საერთო გლობალურ უსაფრთხოებაში მივიღებთ მონაწილეობას და ჩვენთვის ჩავდებთ როგორც ერისთვის, ქვეყნისთვის, აგრეთვე მთლიანი მსოფლიოსთვის. ქართველი ჯარისკაცების მომზადების პროცესს გერმანიაში მდებარე სამხედრო ბაზაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. დიმიტრი შაშკის და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობას ქართველი სამხედროების გადამზადების დეტალური სქემაც წარუდგინეს. ავღანეთში გამგზავრებამდე ჩვენი ბატალიონები გადიან ინტენსიურ გაძლიერებულ მომზადებას 5 თვე საქართველოში და 1 თვე გერმანიაში. და მას აქ ორმაგი დატვირთვა. პირველი ჩვენი ბატალიონები, ჩვენი ჯარისკაცები, ოფიცრები იღებენ უმნიშვნელოვან გამოცდილებას და ეს არის უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია ჩვენი ქართული ჯარის მშენებლობაში და მეორე მხრიდან ეს არის დამატებითი გარანტიები ჩვენი ჯარისკაცების უსაფრთხოების. მიმდინარე წვრთნები ქართული კონტინგენტის სამშვიდობო მისიისთვის მზადყოფნის ნამდვილად კარგი დემონსტრირება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მისიაში ქართველების მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ავღანეთის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობით საქართველოს ნამდვილად დიდ საქმეს აკეთებს. საქართველოს სამშვიდობო მისიაში 2009 წლიდან მონაწილეობს. ამ დროის განმავლობაში ჰოჰენფელსის საწვრთნელ ბაზაზე ამერიკელმა პარტნიორებმა 2000-ზე მეტი ქართველი სამხედრო მოსამსახურე მოამზადეს.